მოგესალმებით, გილოცავთ 2025 წელს, ასევე ბედობა დღეს გილოცავთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და გავიგოთ, ზოგადად დღევანდელი დღე რას მოგიტანთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. აი ბედობის დღიდან რა უნდა დაიწყოთ? რას მოგიტანთ ეს პერიოდი თქვენ? პირველ რიგში მოახდინეთ ვიზუალიზაცია თქვენი სურვილების, კარგად დაფიქრდით რა გინდათ თქვენთვის, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული. ასევე გეტყვით იმას, რომ ამ წელიწადს თქვენ მოგიწევთ შრომა რათა აიხთინოთ თქვენი სურვილები, რათა გაიგოთ თქვენი სურვილები, მოიპოვოთ თქვენი ადგილი სოციუმში, მყარად იდექით, თქვენგან აუცილებლად მოითხოვენ სიმყარეს, თავად სამყაროს, შესაძლებელია გარკვეული სახის გამოცდებიც კი გქონდეთ ამ გზაზე, მაგრამ მედგრად იდექით და დაიცავით თქვენი სურვილები და თქვენი აზრი. არავის არ მიცეთ იმის უფლება, რომ გიკარნახოთ რა არის თქვენთვის სწორი და რა არა. რჩევა მიიღეთ, ორჭაფობის დრო არ არის, შესაძლებელია ორი საქმის ერთად შეთავსება მოგიწიოთ, ეს შეიძლება იყოს როგორც სამსახურის სფერო, ასევე პირადი, ან სწავლა, განვითარება და პირადი, ოჯახი და სამსახური, თუმცა თქვენ შეძლებთ და ამას დააბალანსებთ. ზუსტადაც თქვენი შეუპოვრობა, თქვენი შრომა, მოგიტანთ თქვენ ზუსტადაც იმას, რომ ძალიან ბევრი შანსები გაგეხსნებათ. შესაძლებელია ამ სფეროში თქვენ ესე რომ ვთქვათ, ახალი ხართ, არ გაქვთ დიდი გამოცდილება, მაგრამ გამოგივათ ყველაფერი, მთავარი არის მონდომებაზე. ხოლო ახლა ნახოთ პირადი, რა იქნება პირადში. პირადს რაც შეეხება, საინტერესო არის ის, რომ გექნებათ შესაძლებლობა მოვა თქვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომ აი სასიამოვნო იქნება მასთან საუბარი, შეხვედრა, სასიამოვნო საინტერესო შეხვედრები გელოდებათ. ასევე ვეტყვი იმათ, ვინც დაასრულა ურთიერთობა, ვისაც გულის ტკენა აქვს, ძალიან ბევრი თქვენგანისთვის კარგად დააკვირდით. ეს ადამიანი შემოგეხმიანებათ, მაგრამ რამდენად გინდათ, რომ ამ ახალ წელიწადშიც ეს ადამიანი იყოს თქვენს გვერდით, რადგანაც სანდოდ თქვენთვის სასურველი პარტნიორი გიჩანთ მომავალში, კარგად დაფიქრდით, გიღირთ თუ არა. თქვენ ხართ ძლიერი პიროვნება, ამიტომაც შესაძლებელია კი თავს გრძნობდეთ გარკვეულ მომენტებში მარტოსულად, მაგრამ არ დანებდეთ, იმიტომ რომ ეს წელიწადი და დღევანდელი ბედობის დღიდან ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და გადადგით ნაბიჯი ახალში. სიახლეში გადადგით ნაბიჯი, დაივიწყეთ წარსული. იმიტომ რომ წინ გელოდებათ ძალიან საინტერესო, დინამიური გამოწვევებით და მოულოდნელი სიურპრიზებით სავსე წელიწადი. ბედნიერებას გისურვებთ!